შეხედეთ ამ რაღაცას აქ. ვიჯო. ბიჭებო, ეხლა სწორედ ის დროა, როცა ოჯახთან ერთად ვატარებთ დროს და ვფიქრობთ წასულ წელზე, სანამ ახალ წელს შევხვდებით. და აქ ეს მშვენიერი თევზია. ამ დროს ოჯახთან ერთად უნდა ვთქვებოდე, მაგრამ მომიწია მალულად წამოსვა. და ნავზე ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე მქონდა. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ცხოველია ოკეანეში. და ასევე რამდენიმე თევზის დაჭერაც შევძელით. ეხლა ამ კადრებს გაჩვენებთ, მაგრამ დარჩით ჩვენთან ბიჭებო, რადგან ერთად გავიხსენებთ ყველაზე გიჟურ მომენტებს, რაც 2024 წელს გქონდა. ვერ ვითმენ რომ თქვენი რეაქციები ვნახო, როცა ყველაზე გადარეულ თავგადასავლებს გავაანალიზებთ. კარგი, დავიწყოთ. გაჩვენეთ როგორ მოვიპოვეთ ეს და შემდეგ ისევ აქ დაგიბრუნდები. ვაუ, ძმაო, ეს უბრალოდ დაუჯერებელი იყო. ნახეთ ის ლეოპარდის ზვიგენები. უბრალოდ მოდიოდნენ და დასურავდნენ. ისინი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური არსებაა. საოცრად მოძრაობენ და ჩვეულებრივ მათი ნახვა ძალიან იშვიათია. მაგრამ ჩვენ ისინი იქ ყავდა სანაპიროსთან ახლოს, თითქოს გამრავლებას ან სუნთქვას რომ ცდილობდნენ. მაგრამ ასევე მოვახერხეთ ამ ლამაზი თევზის დაჭერა. ეს მაჰი-მაჰია. და რასაც ახლა გავაკეთებთ, ცოტა სასიმის მოვამზადებთ, როცა წელიწად შევაჯამებთ. თქვენ ნახეთ, იქ ათასობით ესეთი არსება იყო. მე არასდროს მინახავს წყალში ამდენი და წყალი სუფთა იყო. შეიძლება გაიფიქროთ, ვეიდ, რატო გაქრა ფერები? იმიტომ რომ ის ნათელი, ყვითელი, ლურჯი და სხვა ფერებში იყო. მეგობრებო, ამ თევზებს როცა კვდებიან, სინამდვილეში ფერის პიკს კარგავენ. ეს ფერები მათ ნერვებშია, ასე რომ ეს საკმაოდ სამწუხაროა. თითქმის ხედავ, როგორ ტოვებს სიცოცხლე მათ სხეულს. მაგრამ მოდი ვთქვათ, ეს არსებები დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო ტაკოა.
ხედავთ, ეს უბრალოდ პატარა ხარია, პატარა ბაჭია. მაგრამ ეს აქ ჩვენთვის ტაკო იქნება ძმაო, 100%-ით. კარგი, ეხლა ამ თევზის გაწმენდას დავიწყებ. მაგრამ სანამ ამას ვაკეთებ, გადავიდეთ პირველ კატეგორიაზე, რომელიც ჩემი საყვარელი დაჭერა და მომზადება ამ წლის განმავლობაში. ეს მოიცავს როგორც ცხოველს, ასევე მის გემოს და უბრალოდ გარემოს ძმაო. ეს ნამდვილად გიჟური იყო, მოდი გადავიდეთ ამაზე ძმაო. წავედით. შეხედეთ ამას ახლა. აქ გვაქვს ორი არხი, რომლებიც იყოფა. ერთი როგორც ჩანს, ოკეანეში გადადის, ხოლო მეორე ღრმა ნაკადულში ჩადის. მაგრამ აქ წყალი საკმაოდ არაღრმა, ასე რომ შეიძლება აქედან გავიაროთ. თუ ბევრს ვერ ვიპოვით, მერე ღრმა ოკეანისკენ გავაგზავნებთ გზას, მაგრამ მოусმინე ამას. აი ეს არის ბუნება ძმაო. ჩვენ მის შუაგულში ვართ. საჭმელი უნდა ვიპოვოთ. არანაირად არ დავჩებით მშიერი აქ. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა მინდა კიბორჩხალები ვიპოვო ბიჭებო. ხო, მგონი კარგი შანსი გვაქვს ამ მანგროვსებში. წავიდეთ, გავაგზავნოთ. ვაუ, შეხედეთ. ეს ერთ-ერთი იმ ჭიაყელათაგანია. შეხედეთ ამას. ეს დიდი ნარინჯისფერია, არ ვიცი ეს რა არის, არასდროს მინახავს ასეთი. შეხედეთ. ეს დიდი ჭიაყელასავითა. ისინი სხვადასხვა ფერისები არიან. ნახეთ, ეს აქ. ეს დიდი ნარინჯისფერია სავითა. აი იქ, ხედავ მას. მერე იქვე მწვანეც არის და აქამდე აქ წითელიც იყო. ფსიქო, კაცო. თუ აქ ნიანგს პირისპირ შევხვდებოდი, მგონი დიდ პრობლემაში ვიქნებოდი, კაცო. холод მშვილდი და ისარი მაქვს და არ მგონია რომ მოუკლავ თუ პირდაპირ თვალში არ მოვარდკე ან რამე მსგავსი. მაგრამ მაინც არანაირად არ შემიძლია დიდი მარილიანი წყლის ნიანგის დამარცხება. ეგ არსება დამგლეჭს. ო, გავაცილე. უბრალოდ მთელი გუნდი გავაცდინე. კარგი ბიჭებო, აქედან ახლა კარგი გადასახეთედი გვაქვს. ეხლა ამ მოქცევის გუბეებში რაღაცა დიდი დავინახე. საკმაოდ სწრაფად გაიქცა. მგონი იმ ხის ქვეშ შევიდა, რომელზეც ეხლა ვდგავართ. აი აქ ნახეთ, დიდი კეფალი. არ ვიცი, ის დიდი კეფალი საწავიდა, მაგრამ ეხლა ზღვასთან დაბრუნებას ვაპირებ. ზუსტად ეს არის, რასაც ვეძებდი, შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის ესეთი კარგი ნაპირი და შემდეგ არის მცირე დაქვეითება. ეხლა ყველა თევზი აქ უნდა იყოს, ელოდებიან რომ ნადავლი პირდაპირ ამ ფერდობიდან ჩამოვა. სწორედ აქ აპირებენ მათ ჯამას. აი კეფალიც. პატარა კეფალი. უბრალოდ შემთხვევითობაა, ხო? ო, მთელი გუნდი გამომრჩა. პატარა ტალახის კიბორჩხალა. აი ისიც. კარგი, ეს ძალიან კარგი ნიშანია. აქ რამდენიმე პატარა ტალახის კიბორჩხალა დავინახეთ. სადაც პატარები არიან, იქ აუცილებლად დიდიებიც იქნებიან. ვერ წარმოიდგენ რა ხდებება. Offshore Tales-ის ეპიზოდი არ იქნებოდა, რომ ერთ-ერთი ასეთი მაგარი ბიჭი არ გვეპოვა. პატარა წყლის პისტოლეტი. შეხედე მას. ბუმ 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 ბუმ. ნახე ეს პატარა წყლის პისტოლეტი, კაცო, ღმერთო ჩემო. კარგი, არანაირად არ ვჭამ ამას. არანაირად არ ვჭამ ამ ზღვის კიტრს. ჩვენ ვაბრუნებთ პატარა წყლის პისტოლეტს უკან. ოჰ, როგორ მიყვარს წყლის პისტოლეტები, კაცო. აქ უზარმაზარი კლდის შვერილია, შეხედე ამას. გამარჯობა. არის ვინმე სახლში? არ მგონია რომ იქ ტალახის კიბორჩხალები იყვნენ. კარგი, ზუსტად აქ ბიჭებო, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ცხოველია. შეხედეთ როგორია კამუფლაჟი. მეც კი შეამჩნევდით რომ იქ არის. ნახეთ, ზუსტად იქა, საოცრად ვამაზია ძმაო. კარგი, დავაბრუნოთ უკან. ეს ჯადოსნური ხრიკია. როგორც კი დავაგდებ, მაშინვე დაიმალება და მთლიანად გაქრება. ნახეთ ეს, გაქრა. დღეს მისი იღბლიანი დღეა. ალბათ შემეძლო შემეჭამა, მაგრამ მგონი უკეთეს რამეს ვიპოვით. ოჰ, ღმერთო. ეს სიგიჟეა ძმაო. ჩვენთან უზარმაზარი ერმიტი კიბორჩხალა. ნახეთ რა ლამაზია. არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა მას, შეხედეთ, აი იქ არის. ღმერთო ჩემო. ის ძალიან მაგარია ძმაო. ჩვენ მას არ შევაწუხებთ. გავაგზავნეთ სანაპიროზე სვას. ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ საჭმელი. არანაირად არ შევჭამ მას. ის ზედმეტად მაგარია. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას აქ. ეს გიგანტური ზღვის ზღარბია ძმაო. ეგ რამე დაგაზიანებს. ჩვენ მას ავიყვანთ. ეს ნამდვილი წასახემსებელია. შეხედე ამ უზარმაზარ ზღვის ზღარბს აქ. არ გინდა რომ ამ ცუდ ბიჭს ეკლები შეგერჯოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საკვებია ოკეანეში ძმაო.
მაგრამ ჯერ უნდა მოვაშოროთ ეს ოხერი ეკლები. ხედავ როგორი მტრევადია. თუ რომელიმე ეკალი თითში შეგერჯობა საშინლად შეგაწუხებს. ეს ნამდვილად ასეა. ასე რომ მოქმედების გეგმა ასეთია. ვაპირებ ეს რაღაცა გავხსნა და ვცადო ეკლები მოვაშორო. არც კი ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეს. შეიძლება რამდენიმე ქვა ვესროლო და ხო ცოტა ნაკლებად საშიში გავხადო. ეს არის მოქმედების გეგმა. კარგი, ახლა ხედავთ რომ თითქმის ყველა ეკალი მოვაშორეთ, რომლებიც ლამის გაგვანადგურებდა. ახლა რაც მინდა გავაკეთო, ესაა გავხსნა ეს არსება. აქ შიგნით არის მისი სასქესო ჯირკვლები, ანუ ეგრეთ წოდებული სათესლე ტომარა. და ეს ის ნაწილია, რომელსაც შევჭამთ. უნდა გადავყავოთ, მოდი ვცადოთ. აი ხედავთ, ახლა ეს ყვითელი მასაა. სწორედ ეს არის ეს ნაწილი, რასაც ჭამენ. ეს მისი სასქესო ჯირკვლებია. ახლა ამას პირდაპირ არ ჩავგვეჭ, იმიტომ რომ ეს რაღაცაც მართლა დამაზიანებს, ამიტომ უბრალოდ ცოტას მოვწყვეთ. აი ესე რომ ნახოთ და როგორც წესი ისინი ლამაზები არიან, მოდი ვცადოთ. ტექსტური ძალიან კრემისებურია, ოდნავ მარილიანი, სინამდვილეში ძალიან კარგია. მართალია რთულია მასთან გამკლავება, მაგრამ საკმაოდ კარგია. შეგიძლიათ ნახოთ, კიდევ გვაქვს იქვე. ეს კარგი წასახემსებელია, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი ბიჭებო. ხედავთ, ეს ყველაფერი გავწმინდეთ. მეტი საჭმელი გვჭირდება. არანაირად არ იქნება ეს ჩვენი ერთადერთი სადილი ამაღამ. ასე რომ გავაგრძელოთ ამ წყალმაჩ ხუბნებზე სიარული. იმედია რამეს ვიპოვით მშვილდით. ზღვის ზღარბის ნაჭრები ყველგან მაქვს. კარგი ბიჭებო, ეს ზღვის ზღარბის ბურთის წასახემსებელია. ბურთის წასახემსებელი, ბურთის ტომარა. რატო ამბობს ბურთის ტომარას? ეს ზღვის ზღარბის სასქესო ჯირკვლებია, კაცო. ეხლა მარფლა საოცრად გამიცოცხლეს გემოს შეგრძნება. უკვე ძალიან მშივდება. მეტი საჭმელი უნდა ვიპოვოთ, კაცო. ჩვენ ზრუბშანტაში აშკარად გვაქვს ის ტალახის მიდიები, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება დრევანდელი ვახშმისთვის. არაფერია იმაზე მაგარი, ვიდრე ამ მანგროვებში მშვილდითა და ისრით ხეტიალი. უბრალოდ მე და თქვენ ბიჭებო ვიკვლევთ. მაგრამ ეს ადგილი აქ ბიჭებო საოცრად გამოიყურება საჭმლის საპოვნელად. ალბათ უფრო ტალახის კიბორჩხალების ტერიტორიისკენ უნდა წავიდეთ. ხედავთ აქ ნაკლები წყალია, რაც ნიშნავს რომ ტალახის კიბორჩხალები იმედია ვიპოვით ისეთ ერთს, რომელიც აქ წყალგარეთ არის გაჭედილი. ან იქნებ თევზი ან რუაფეხა, რომელიც ამ პატარა მოქცევის გუბეებშია გაჭედილი. კარგი, ეს იდეალური ტალახის კიბორჩხალების ბილიკია. მოდი გავაგრძელოთ. შეხედე აქვე ტალახის კიბორჩხალის ხვრელია. შეგიძლია ყველა საფეხური დაინახო. არა, იქვე მოთარაფერია? ხმერთო ჩემო, ბიჭებო. ვერ დაიჯერებთ, რა ხდება აქ ზემოთ? მგონი ახლა ხან ნამდვილი ურჩხული დავინახე. კარგი, ამას აქ დავაგდებ. ჩემს მშვილდსა და ისარს დავაგდებ. ალბათ, აღარ ვჭირდება. აღარ ვჭირდება მშვილდი და ისარი. შეხედე აქ არის. ხედავ ამას? შეხედე ამ ურჩხულ ტალახის კიბორჩხალას. ის უბრალოდ ზის ამ წყლის გუბეში. ხედავ როგორ დაიწია მიქცევა. შეხედე მის კლანჭებს, კაცო. ის მეფეა ეს ბიჭი. შეხედე მას. ოხ, მერთო ჩემო. ალბათ შემეძლო ეს ბიჭი მშვილდის ვითმესროლა, მაგრამ ეს სამართლიანი ბრძოლა არ იქნებოდა. ასე რომ ეხლა შიშველი ხელებით მივდივართ. შეხედე მას, კაცო. ის ნამდვილი ურჩხულია. ნახე როგორ გაბრაზებულია. ოხ, მერთო ჩემო. ეს დიდი მამრია, კაცო. კარგი, მოდი ძმაო. მოდი. ის ნამდვილი მონსტრია. აჰა, შეხედე, აი ისიქ. აჰა, შეხედე მას. ის ახლა ისია აჭრილი. შეხედე მას. კარგი, მე საჭმლის მოსატანად მივდივარ. კარგი, დავიჭირე. ღმერთო ჩემო, კაცო. შეხედე იმ ურჩხულ კიბორჩხალას. ღმერთო ჩემო, შეხედე მის კლანჭებს, რა ძლიერია. ის ახლა ძალიან ძლიერია. ღმერთო ჩემო. შეხედე მას, კაცო. ნამდვილი ურჩხულია. რა. არ გააკეთოს ეს პატარაო. შეხედეთ ამ ნამდვილი ურჩხულს აქ. ამას ჩვენ ვუწოდებთ ნამდვილ მამრობითი ტალახის კიბორჩხალას. ამ ცხოველს აქ აქვს ცხოველთა სამეფოში მეორე ყველაზე მაღალი ტესტოსტერონის დონე, მხოლოდ ხარის შემდეგ. და ამ არსებების შეჯვარების წესი მართლაც საოცარია. ისინი იყენებენ ამ გიგანტურ კლანჭებს და ეჭიდებიან მდედრს, ასე რომ ეს ბიჭები ძირითადად ირჩევენ, რასაც უნდათ. დიახ, მდედრს არ აქვს არჩევანი, ასე რომ ეს ბიჭები ნამდვილი ჯუნგლების მეფეები არიან, ან მანგროს ტყეების მეფეები, მაგრამ ეს ჩვენთვის 100%-ით საკვებია. ეს რაღაც ალბათ 2 კილოა, კაცო. ნამდვილი მონსტრია. შეხედე მას, აი იქ. ის ძალიან ძლიერია.
ასე რომ ჩვენ მას ყველაზე ჰუმანური გზით მოვკლავთ და ამ არსებას ყველა იმ სხვა ნივთთან ერთად რაც შევაგროვეთ, ცეცხლზე შევწვავთ. ეს კიბოსნაირები სინამდვილეში საკმაოდ განსხვავდებიან სხვა ცხოველებისგან. მათი ცენტრალური ნერვული სისტემა სწორედ აქ, სხეულში მდებარეობს. ულში მდებარეობს. ეხლა ის არს ავიღებ და ერთ წვეთს პირდაპირ მის სხეულში გავატარებ, რაც მას მყისიერად მოკლავს. პირდაპირ ასე გავაკეთებ. ხედავთ, ერთი წვეტი და ის სრულიად მკვდარია. ამის შემდეგ მას ტკივილი აღარ ექნება. და ეხლა შეგვიძლია პირდაპირ ცეცხლზე დავდოთ, ძმაო. აღფრთოვანებული ვარ. კარგი, გადავიტანოთ ცეცხლზე. ეს ადგილი კარგია კრაბის მოსამზადებლად. აქვე გვაქვს ეს ხის კუნძი. ფიქრობ, აქვე გავჩერდეთ, მოდი აქ დავაწყოთ არჩურულობა. კიბორჩხალას პირდაპირ იმ მარჯნის თავზე დავდებთ. კარგი, ბიჭებო, აქვე ვიპოვეთ ეს საოცარი პატარა სანაპირე და სწორედ აქ მოვამზადებთ ამ ნამდვილი უცხულის კედს. და აგრეთვე გვაქვს ეს ტალახის მიდიები აქვე. ისინიც მაგრებია. ასე რომ ვფიქრობ, ეხლა ამ სანაპიროზე ცეცხლი უნდა დავანთოთ. ამას პირდაპირ ნაკვენ-ჩხალზე დავდებ, ზუსტად ისე როგორც უნდა გაკეთდეს. და დღეს საღამოს ვახშმად მასზე ვიქეიფებთ. რა მაგარი ნადიმია, კაცო. კარგი, წავიდეთ და გასაჩაღებელი შეშა ვიპოვოთ. აქვე ბევრ ასეთ შეშას შევაგროვებთ. ხედავ ამ მაგარებს. ესენი ისე აინთება, როგორც ბაყაყი წინდაში, კაცო. აი ეს ძალიან სუბუქი მასალაა, პირდაპირ ცეცხლზე რო დავდებთ, ლამის ფეხი წამოუკარი. მაგრამ ამას წავიგებთ და ცეცხლზე დავდებთ. წავედით. ისეთი ძლიერად დავატკი ფეხი, რომ ძალიან მეტკინა. კარგი. ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი კარგადაა. კარგი. აქ ბევრი ჩამორეცხილი ხეა, რასაც შეგვიძლია შევაგროვოთ. ასე რომ მე უბრალოდ ამ ჩამორეცხილ ხეებს შევაგროვებ. მთავარია მშრალი იყოს და მაშინ შევძლებთ მის მოხაშვას. აი ესე. შეხედე ამას ყველაფერს, იდეალურია. კარგი, აქვე გავაკეთებთ კოცონის ადგილს. შეაგროვე ეს ქვები. კარგი ბიჭებო, აქ მოვაგროვე ბევრი მსუბუქი შეშა, ავაშენე ეს პატარა კოცონის ადგილი და მთელი ჩვენი შეშა აქ მაქვს, მზადაა რომ ცეცხლი ავანთოთ. მაგრამ აქვე ავანთებთ ცეცხლს ამ ფოლადით და გაჟით. დროა ეს კიბორჩხალა შევწვათ, კაცო, რადგან ეხლა საშინლად მშია. დავიწყოთ. აი ესე. აი ესე. კარგი, დავიწყოთ ეს საქმე. კარგა, უკვე ვამზადებთ. უკვე ვამზადებთ ძვირფასო. დია. კარგია, ხედავთ რომ ცეცხლი გვაქვს. ეხლა მართლა გიზგიზებს. დაწერეთ კომენტარებში გიზგიზებს, რადგან ეხლა კრაბს დავამატებთ. და გითხრათ რა, ეხა ისე მშია რომ ბაცსაც შევჭამდი. როგორც დღეს ნახეთ, აქ მანგროვებში შეიძლება იყოს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და უდაბური გარემო. მაგრამ თუ იცით სად უნდა მოზებნოთ, თითქმის ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ საჭმელი. დღესაობად 3 ან 4 სხვადასხვა რამ ვიპოვეთ, რაც შეგვეძლო შეგვეჭამა, მაგრამ საბოლოოდ ამ მანგროვების მეფე დავიჭირეთ. გიგანტური ტალახის კიბორჩხალა. გზაში კიდევ რამდენიმე სხვა რამეც მივირთვით, ასე რომ ეხლა უბრალოდ ამ ყველაფერს შევიგზნობ და ვთქმები ამით. ვიმედოვნებ, რომ მანგროს სისტემაში თქვენთვის ნაჩვენები გამოცდილებით, თქვენც ისწავლით ამას. და თუ ოდესმე იქ გაჭედილები აღმოჩნებით, ან მანგროსებში აღმოჩნებით და გინდათ ქალის შთაბეჭდილება მოახდინოთ ამ რამე მსგავსისი, მაშინ მაინც რამდენიმე ხრიკი გეცოდინებათ. ეხლა ხედავთ, რომ კარგი ნაკოჭკლების ფენა მაქვს, ბევრი ალი არ გვაქვს. აი აქედან ჩვენს გიგანტურ ტალახის კიბორჩხალას ავიღებ და პირდაპირ ცეცხლზე დავდებ. შეხედე ამ არსებას, კაცო, ცეცხლზე არც კი ეტევა, იმდენად დიდია. ხედავთ, როგორ იწყებს კაშკაშა ნარინჯისფრად გადაქცევას. სწორედ მაშინ ხვდები, რომ უკვე მზადდება. ოხო, ეს ეპიკური იქნება. ეხლა რასაც ის აკეთებს, თავის ნიჟარაში იხარშება და თითქმის ღუმელივით იქცევა. ყველა წვენი და ყველაფერი შიგნით რჩება. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გადმოიღვრება და მოიხარშება. და ხედავთ, იქ უკვე იწყებს იმ კაშკაშა ნარინჯისფრად გადაქცევას. ო, ის ძალიან ცხელია. ჩვენ ასევე ჩვენს ტალახის მოლუსკსაც დავამატებთ. კარგი, მგონი ჩვენი ტალახის კიბორჩხალა თითქმის მზადაა, ეხლა სწრაფად გადავაბრუნებ. ხედავ, ის წითლად ხდება, კაცო. კარგი, ამ მხარეს კიდე რამდენიმე წუთს დავტოვებს და მერე უკვე მზად იქნება საჭმელად. კარგი, პატარავ, დადგა ეს მომენტი, მზე ჰორიზონტზე ჩადის. შეხედე ამ ნამდვილი მონსტრს, რომელიც აქ გვაქვს. იცი რას ვაკეთებთ? პირდაპირ ამ დიდ ლოლიპოპს შევუდევთ. მოდი ავიღოთ ქვა, გავწმინდოთ და გავხსნათ. შეხედე ამას. გვაქვს ულამაზესი ლოლიპოპი, ძმაო. პირდაპირ ვიგებთ მას.
ღმერთო ჩემო, ტალახის კი ბორჩხალა. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საკვები დედამიწაზე. სერიოზულად, თუ ტალახის კი ბორჩხალა ორჩხალა არ გიჭამია, აუცილებლად უნდა გასინჯო. ეს პირდაპირ ღმერთის ძეზე უკეთესია, იმდენად კარგია. ძალიან თკბილი და ძალიან ნაზი. ცეცხლზე მომზადებული, იმ მზის ჩასვლის ატმოსფეროთი. სიმართლე რომ თქვა, ამას ბადალი არ ხავს. იმდენად კარგია. კარგი, შემდეგი კატეგორია ჩემი საყვარელი შეხვედრა ცხოველთან. თქვენ იცით, მთელი წლის განმავლობაში იმდენ ველურ რამეს უპოულობთ, ასე რომ ეს ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყოს. და ეს ცხოველი ძმაო, ჩვეულებრივ, უნდა დაგგლიჯოს ნაწილებად. მაგრამ უცნობი მიზეზის გამო, ამან შემიყვარა. არ ვიცი, გოგო იყო თუ ბიჭი, უბრალოდ მოვეწონე თუ რა ხდებოდა, მაგრამ მომიშვა ახლოს და ცოტა მოვეფერე კიდეც. ამას ჩავრთავ, რომ ზუსტად ნახოთ რა მოხდა. წავედი ძმაო, უშ! ღმერთო ჩემო. წყლის პისტოლეტი გვაქვს ბიჭებო, ნახეთ ეს. Bum 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 bum. ხოლმე ეგეთი გველთევზები ხელის მოგლეჯას ცდილობენ, არ ვიცი რა ხდებოდა. ორი იყო, თითქოს ამ ხვრელში მრავლდებოდნენ და მე შევძელი ჩავსულიყავი და შიშველი ხელებელებით მოვეფერე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ, რაც ოდესმე გამიკეთებია ცხოვრებაში. თითებზე ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა. მაგრამ თქვათ ასე, ეს არის ერთი ცხოველთან შეხვედრა, რომელსაც მთელი ცხოვრება არასდროს დავივიწყებ. და ეს ნამდვილად იმსახურებს პრიზს. კარგი, შემდეგი კატეგორია ყველაზე მოულოდნელი მოვლენების განვითარება. ეხლა ეს ბიჭებო იყო სუპერ გიჟური. სინამდვილეში მე ვიკლევდი ზღვის აუზებს, როცა ერთ ცხოველს გადავაწყლი და ვიფიქრე რა ჯანდაბას აკეთებს ეს აქ. ეს აქ არ უნდა იყოს. და იქიდან ვიფიქრე რომ შემეძლო დამეჭირა. მაგრამ თქვათ ასე, ყველაფერი ცუდად წავიდა. ეხლა ამას ჩავრთავ და ზუსტად ნახავთ რა მოხდა. ეს მართლა გიჟური იყო ძმაო. და თქვათ ასე, ჯერ კიდევ მაქვს ნაიარევები რომ ზუსტად ვაჩვენო რა მოხდა. ზოგჯერ სულელი ვარ. მოდი დავიცვათ. უშ, ზღვის მიქცევა იწყება და ეს იმას გამოიწვევს რომ დარჩება პატარა აუზები, წყლის ჯიბეები და ყველა ცხოველი ამ წყლის ჯიბეებში გაიჭედება. იქიდან იმედია შევძლებთ რაიმე საკვების პოვნას შიშველი ხელებით. ნადირობაზე მივდივართ ძმაო. საკვები შიშველი ხელებით უნდა მოვიპოვოთ. არანაირად არ ვაპირებ დრესშის შიმშილს. ეს არ მოხდება. წავედით. ხედავთ ეს ყველაფერი ზღვის აუზებია აქ. აქ არის ეს წყლის ჯიბეები და უბრალოდ ვიმედოვნებთ რომ რომელიმე ცხოველი ამ ჯიბეებშია გაჭედილი. ამოიწიეგ. არ ჩანს რა იქ რამე იყოს. კარგი, გავაგზავნოთ სვლა, გონი საჭმელი ვიპიპოვეთ ბიჭებო. ნახეთ ეს. მოდი ამ ქვისგან მოვაშოროთ. არ მინდა რომ ცუდ ბიქსეკლები ჩამარჭოს. ზღვის ზღარბი ვიპოვეთ. სინამდვილეში შეგვიძლია ეს ცუდი ბიჭიც შევჭამოთ. სწრაფად გავხსნი. ეხლა ამ ზღვის ზღარბებში ბიჭებო, ეს გონადებია აი იქ და ეს ის ნარინჯისფერი მასაა. მოკითხვა ყველა ახალ ზელანდიელს. ვიცი როგორ დიყვართ ეს. მოდი შევჭამოთ. თითქმის კრემისებრია, ოდნავ მარილიანი. ძალიან უნიკალური გემო აქვს, მაგრამ სინამდვილეში არ მაწუხებს. ასე რომ კარგი წასახემსებელი იქნება. მაგრამ მოდი ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ მეჩეჩებზე რამე უფრო სოლიდური სპოვნას. აქ აუცილებლად უნდა იყოს კარგი რაღაცები. გავაგრძელოთ. ო, ღმერთო, ბიჭებო, ეხლა ამ ტაიტპულებში უზარმაზარი თევზი დავინახე. ზუსტად არ ვიცი რა არის, მაგრამ აქვეა. ჩემკენ მოდის. აი აქვე. აი ისა ზუსტად იქ. ეხლა მის ამ მხარეს გადავალ, უბრალოდ დაცურავს, კაცო. აი იმ ქვის ქვეშ გადადის. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ როგორმე უნდა მიუბიძგოთ ამ მიმართულების და იქ ავიყვანოთ. აქა, ზუსტად აქა. ღმერთო ჩემო. ხედავთ ამას? შეგიძლია დაინახოთ. გამოვიდა. ეხლა ვეცდები რომ ამ მიმართულებით ავიყვანო. შეგვიძლია ავიყვანოთ მეჩეთში და ხელით დავიჭიროთ. ო, ჩემკენ მოდის. ჩემკენ მოდის. ჩემკენ მოდის.
აი ესა. დამეწია. ნახეთ ბიჭებო. მან ძალიან ცუდად გამჭრა. ეს კარგი არ არის. ნახეთ აქ ბიჭებო, მან ხელები სულ დამიზიანა. სერიოზული ჭრილობები მაქვს აქ. აშკარად ნაკერები მჭირდება, მაგრამ ამას სხვა დროს მივხედავთ. ეხლა ესე არ დავამთავრებთ ამ გამოძრევას. შურის ძიებას ვაპირებთ. დავიბრუნებთ იმას, რაც დავკარგეთ და ეს არის სისხლი. ზუსტად ვიცი სად არიან ყველა ის თევზები ბიჭებო. მაგრამ საიდუმლო იარაღები უნდა გამოვიყენოთ. წავედით. მომივიდა იდეა. ხელები სულ დაგლეჯილია. ამიტომ ყველა ადგილობრივ ბიჭს დახმარება ვთხოვე რომ შური ვიძიო. სად უნდა წავიდეთ? ამ თევზებზე შურის ძიება მჭირდება. გონი იქ ბევრი დავიჭირეთ. იქ ძალიან ბევრია, კარგი. ამ კუნძულზე მივდივართ, შუბის ტოფიც აქ გვაქვს. ხო, ასე რომ მინიმუმ შეგვიძლია ვცადოთ და რამე დავიჭიროთ. კი ეს ხელით გამოწვევა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხედავთ რომ მთლიანად დავიფლიტე. ჩვენთანაა ჯიო ნამდვილი ლეგენდა, შეიძლება გახსოვდეთ ის. მან ყველა ჩემს გამოწვევაში დამეხმარა აქ, ინდონეზიაში. კიდევ რამდენიმე ბიჭია აქ უკან. რა ქვია? ერიკი. აქვე ყავს ერიკი, შენ რა ქვია? აგუნი. ხო. კარგი, აგუნი, ერიკი და ჯიო. გეგმა ასეთია. თუ თევზს დავიჭერთ, ერთ-ერთ ამ კუნძულზე მზის ჩასვლისას მაგარს ადილს მოვაწყობთ. არ მოგატყუებთ ბიჭებო. ასე ძალიან თევზის მოკლა ცხოვრებაში არასდროს მომდომებია. ამან პირდაპირ დამასახიჭრა. აი შეგიძლიათ ნახოთ ეს ჭრილობა აქ, ეს იმავე თევზისგან მაქვს, რომელმაც დამჭრა. მაშ, შურის ძიების დროა. ხო, შურის ძიება. ორივეს გჭირდება შურის ძიება მასზე ბიჭებო. ეს ის კუნძულია, სადაც ეხლა მივდივართ. იქ არის თევზი, რომელზეც უნდა ვიძიოთ შური ძმაო. ეხლა ეს პირადულია. წავედით. ღმერთო ჩემო. ლამაზია. ძალიან კარგია ძმაო. ეს 60-ია. კარგი ბიჭებო. ეხლა ვემზადებით. ხედავთ კუნძული ჩემს უკან არის. როგორც ჩანს ეს ძალიან კარგი ადგილია თევზის დასაჭერად. სინამდვილეში ამ გამოწვევის წესებს პატივს ვცემ და მხოლოდ შიშველი ხელებით ვიმუშავებ. ხელთათმანებს ან რამეს არ ვატარებთ. ალბათ იქ ქვეშ ნაკერები უნდა გქონდეს, მაგრამ ხო იცით როგორ ხდება. წყალში ჩავხტებით და ვნახავთ, სისხლი ზვიგენებს მიიზიდავს თუ არა, ბიჭებო? ცურვა არ შეგიძლია, ხო ასეა? არ შემიძლია. გიოს ცურვა არ შეუძლია, ამიტომ მე შევალ წყალში. მობიტან თევზს, კარგი? არაფრის, წავიდეთ. აი ესე ბიჭებო. ეს ზვირია. ზვირია, კარგია? კარგი, ფრთხილად იყავი.
ბიჭებს აცადეთ, მიხედონ. აი ესე. ფრთხილად იყავი. არ გინდა რომ ჩემსავით დაგემართოს. კარგი, ეხლა ხან დავბრუნდით კონსოლზე. ყველა თევზი, რომელიც აქვე დავიჭირეთ შუბით, გიდა რომ ამოიტანო ისინი. ო, შეხედე ამას. შეხედე რა ფერები აქვს ამ თევზს. თქვენთან რა ქვია ამას? კაუ. 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 კარგი, და შეხედე ამ ნამდვილ ურჩხულს იქვე. კარგი, ეს ჩვენი საჭმელია ბიჭებო. ისინი უბრალოდ ნავს უკან დააგდებენ ჰუზას. და მგონი ყველანი მზის ჩასვლისას ვაპირებთ საჭმლის მომზადებას. შეხედეთ ამას. აქ ერთი ურჩხული ყავს. და კიდევ ერთი აქვეა. რას ფიქრობ, მზის ჩასვლისთვის აქ ვართ? ხო. შურის ძიება. შურის ძიება მოვახდინეთ და მალე გაჩვენებთ, სად და როგორ გამჭრა ამ რაღაცამ, როგორც კი ამას დავასუფთავებთ. მაგრამ შურის ძიება მოვახდინეთ. შეიძლება ჰაი-ფაივით არა. ალბათ მუშტებით, რადგან ეს ჯერ კიდევ ცხელია. ჯიო, აქვე. და ბიჭები მაჩვენებენ, როგორ ამზადებენ თევზს თქვენს ქვეყანაში, ჰა? ხო. კარგი, მაჩვენებენ. აქვთ რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტი, ჰა? საიდუმლო ერთი. საიდუმლო. კარგი, თითები გადავაჯვაედინოთ, ბიჭებო. ცდით რაღაცას, რაც არაძოს გაგვისინგავს. თავარია არ მომწამლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან დღეს უკვე ცუდად ვარ. აი, ჩვენი ორი თევზი. და ეს სწორედ ისაა, რომ მომაც დილით დამჭრა. შეგიძლიათ ნახოთ აქვე, ბიჭებო, ამას ქირურგის თევზს ეძახიან. მათ ზუსტად აქ, კუდის უკან, ორი ბასრი პირი აქვთ და ეს პირდაპირ შეიძლება დაგჭრას. თითქოს უკუღმა დანებია. როგორც ნახეთ, ის რომელმაც დამჭრა, ამათგან პატარა იყო. ასე რომ ძალიან გამიმართლა, ალბათ მხოლოდ რამდენიმე ნაკერი დამჭირდა. მაგრამ ეს აქ სერიოზულ ზიანს მიატენებს. ორი პირი? კარგი. ხედავ, ეს ორი პირი აქვე. პირდაპირ ისრის თავებს გავს. შეხედე ამას. ეს უბრალოდ სიგიჟეა, კაცო. ერთი აქ არის. სინამდვილეში ეს თევზი ბალახის ჭამელია. ჰეი, ასე რომ ისინი წყალმცენარეს ჭამენ. თითქმის შეგესხა, ჯიო. არ მოგატყუებ, არასდროს ყოფი ვარ ასე აღფრთოვანებული თევზის ჭამით. ეს შურის ძიებაა. ეს რაღაც განსაკუთრებულად ტკბილი იქნება. კარგი, ჯიო უბრალოდ ამ თევზს ყველა შიგნეულობას აცლის. ხედავ ამ მწვანე მასას, რაც ამოდის. აშკარად ეს აქვს ნაჭამი. ჰეი, ასე რომ ბევრი წყალმცენარე და მსგავსი რამ. ხო. ეს ცეცხლისთვის იქნება თუ მაგიდისთვის? რომელი? ეს. ცეცხლისთვის. ცეცხლისთვის. კარგი, ეს აზოს გამიკეთებია. ორმო ამოთხარო და შიგნით ცეცხლი დაანთო. კარგი ბიჭებო, ამ სანაპიროზე მართლა ძალიან ბევრი ჩამორეცხილი ხეა. შეხედეთ ამას. ესე რომ, ბიჭები ძირითადად რასაც აკეთებენ, უბრალოდ იღებენ ჩამორეცხილ ხეს და ყრიან ორმოში. არ ვიცი რას აკეთებენ ახლა, მაგრამ ყველაფერი ვითარდება. და ვთქვათ ასე, ვჭამთ ამ ფევზს, რომელმაც დილით სერიოზულად დამაზიანა. ასე რომ ახლა ძალიან აღფრთოვანებული ვარ. გურწფელ შეფასებას მოგცემთ, გემრიელია თუ არა, მაგრამ ნახეთ, ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი იქნება ძმაო. უბრალოდ იმისთვის, რომ ეს მოუკლა მას შემდეგ, რაც დილით ასე გამიტანა. რა კარგია, მზადდება. დადდება. იხარშება. მზადდება პატარავ. დაწერეთ კომენტარებში, იხარშება, ეხლავე ბიჭებო. შეხედეთ ამ ცეცხლს, ამ ცეცხლს. იხარშება. აცადეთ მოხარშოს. აცადეთ მოხარშოს. ესეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს, მაგრამ მათ უბრალოდ ამოთხარეს ეს დიდი კოცონის ორმო. აქ ქვემოთ გიჟური ცეცხლი გვიდგას. შეხედე როგორ მზადდება ეხლა პატარავ. ეს კარგი გამოვა. იცხება. ამისთვის ცხოვრობთ ბიჭებო. დღე მარტო დავიწყეთ. სრულიად გავიჭერი. ადგილობრივებს დახმარებისთვის მიუმართეთ და დღეს ფორმაში ჩამაყენეთ. ხო, მე მშიერი კაცი ვარ. ხო, მშიერი კაცი. თევზზე შურის ძიება მოიპოვეთ ბიჭებო. ეს სამთავარი. ბიჭებმა პრაქტიკულად გააკეთეს ეს ჯოხები, რომითაც თევზს შევწვავთ. ეხლა ველოდებით რომ ცეცხლი ჩაქრეს. გვინდა კარგი ნაკვეთშხალი მივიღოთ, ხომ ასეა ბიჭებო? ხო. და მერე თევზს პირდაპირ დავადებთ. აი აქ არის. ეს შურის ძიებაა ბიჭებო. ეს არის შურის ძიება, აქვე. იმედი მაქვს ეს არსება ახლა იმ ქვეყნად გზნობსაც ემართება. როცა მათ დამჭრა, იქნებ ისე ვიგზნოს ეს. ეს თევზი მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. შეხედე როგორ ამზადებს. აცადე ამზადოს კაცო. აცადე ამზადოს. აი ზუსტად იქ. ეს ჩვენი საჭმელია კაცო. ფაქტობრივად ახლა ყველაფერი ქერცლებით და ყველაფერი დატოვებულია. პირდაპირ ცეცხლზე დავდეთ, იმედია ქერცლები დაიცავს იმ ლამას თეთრ ხორცს რაც ქვეშაა, მაგრამ ბიჭებსაც ხედავთ. ისინი ახლა უბრალოდ ბარბეკიუსავით ატრიალებენ მას. თითქოს როტისერია. ძალიან მაგარია, განსაკუთრებით ამ მოლაში არსებულ ხვრელთან ერთად. თითქოს იდეალურია. შეხედე ამ ხვრელს ამ მოლაში.
კარგი, ეხლა ხედავთ ბიჭებმა თევზი გადააბრუნეს და შეხედეთ იმ ხორცს იქ. დასაკეთებ. ვეძებ რაღაცას მსგავს. შეეძებ ნიჟარას. ეს რა არის? ეს შენი ჯუნგლის თვენისთვისა? ხო. კარგი, ეს საიდუმლო ინგრედიენტია, რომელსაც დაამატებ. ანუ ჯოხიდან უნდა მოხსნა. კარგი, ასე რომ გჭირდება ნიჟარა. კარგი, წავიდეთ სანაპიროზე, ვნახოთ შეუძლებს თუ არა ნიჟარის პოვნას. პირდაპირ საფლავეთივითაა, ყველაფერი რაც აქ ჩამოიეწყება ბიჭებო, ასე რომ ვიპოვეთ. საიდუმლო ნივთებიდან. კარგი, ეს იქნება ის სადაც შენ ჩაასხამ შენს ჯუნგლების წვენს. ხო. კარგი, ჯუნგლების წვენი ამაში ჩაისხმება. კარგი. შეხედე ამას ეხლავე. როგორც ჩანს, ეს თევზი ერთ-ერთი ყველაზე ცხიმიანი თევზია ოკეანეში. შეგიძლია ნახო პირდაპირ სითხე წვეთავს აქედან. აბა, როგორ ფიქრობ, ეს კარგია? ხო, მართლა კარგია. მართლა კარგია. კარგი. ეს ჯადოსნური წვენი. ეს არის ჯადოსნური წვენი? კარგი. ჩემი ბებია ამას აკეთებს. შენი ბები ამას აკეთებს. კარგი. ამგერად ასე გააკეთე, დაატრიალე. შემდეგ ყველაფერი ერთად აურიოთ, მერე გავყიდით და დასინჯოთ. გემრიელი იქნება? მართლა გემრიელი. კარგი. ეს ბებიას რეცეპტია? ბებიას რეცეპტი. ის მორჩა. კარგი, ეს არის ჩვენი სასუფრე თეფში. ხო ბიჭებო. ხმერთო ჩემო. აი ჯადოსნურიც. ჯადოსნური წვენი. ვაუ, დღეს მართლაც ეპიკური დღე გქონდა და დიდი მადლობა ადგილობრივ ბიჭებს. მათ ეხლა საოცარ ნადიმზე მომიწვიეს, რომელსაც ერთად მივეთმევთ. აგვაქვს ეს ჯადოსნური წვენი, ხო ასეა? და აქვე ორი თევზია. ასე რომ ფიქრობ ბიჭებო, თითოეულს გავსინჯავთ და ვნახავთ, რომელი მოგწონს ყველაზე მეტად. კარგი. და მე ჯადოსნურ წვენსაც გავსინჯავთ. მგონი ეს პირველი ვცადეთ, რომელმაც დღეს დილით ასე ძალიან არ დამჭრა. ნახეთ, შეგიძლიათ აქვე ნახოთ, შეხედეთ ამ ხორცს. თქვენ დას დაუწერთ ქულას. 10-დან? ფიქრობ 8. მე მივცემ 8 ნახევარს. 8. კარგი. 8 ნახევარი. 9. რა? 9? კარგი. ამასთან ერთად აი ეს გვაქვს აქ, ცალკე ვცდით. მერე соუსთან ერთად ვცდით. ნახე რა დიდი ნაჭერი ხორცია აქ. ეს განსაკუთრებით თკბილი იქნება, რადგან დილით მაგრად გამათვალა. კარგი, ვცადოთ. გაგიმარჯვოთ ბიჭებო. 9 ნახევარი. 9 ნახევარი. 10. 10. ის 10-იანს აძლევს ბიჭებო. 10. 10.5. მოგვივიდა 2-10-იანი და 2.9.5-იანი. კარგი, მოდი ვცადოთ ჯანგლის წვენით. ჯანგლის წვენი. კარგი, გაგიმარჯვოთ ბიჭებო. ეს სიგიჟეა. ეს ძალიან უცნაურია. ეს თითქოს ცხარეა. ეს იყო გიჟური გამოცდილება ყველა ადგილობრივთან ერთად და უბრალოდ მინდა დიდი მადლობა გითხრათ. ამას ვაძლევ 10-დან 10-ს. ეს იყო ერთი ეპიკური თავგადასავალი. კარგი, ჩემი შემდეგი საყვარელი კატეგორია აუცილებლად უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მომეწონა ბანაკში ყოფნა და ბიჭებო, იმდენი გადარეული ადგილი იყო. ვიყავით პლაჟებზე, ვიყავით მანგროვებში, ვიყავით ტყეებში, იმდენი რამ გავაკეთეთ. მაგრამ მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომელმაც მართვა დაიმსახურა პირველი ადგილი და გამიჩინა კითხვა, რას ვაკეთებ ამ ადგილას. ამიტომ ამა ნამდვილად უნდა დაიკავოს პირველი ადგილი 100%-ით. ეხლა ამას გაჩვენებთ. და თქვენ ნახავთ, ვეიდ, რას აკეთებდი იქ? კარგი, დავიწყოთ ეს ნაწილი. მზად ვიყოთ წინამდგომი ღამისთვის. ეს ნამდვილად გიჟური იქნება. კარგი, ეს ცოტა შეცვლის სიტუაციას. და ეხლა დავამაგროთ ეს. კარგი. მოდი დავამაგროთ. კარგი, მოვიდა მომენტი, ხედავთ, აქვე გვაქვს ჩვენი ჰამაკი, დროა დავწვეთ საწონში პატარავ. ეს რა მაგარია ძმაო, შეხედეთ ამას ბიჭებო. ჩვენ პირდაპირ ჰამაკში ვწევართ, რომელიც ბამბუკისგან გაკეთებულ მცურავ ტივზეა. და ეს არის ჩვენი საწოლი ამ ღამით პატარავ. ღმერთო ჩემო. შეხედე ამას. როგორია შუადრის ხედი აქედან? ხედავთ, გარეთ ეხლა წვიმა მოდის. ჩვენ ისე ვირწევით როგორც არასდროს. მაგრამ ეს ძალიან კომფორტულია. ზუსტად ეს მჭირდებოდა. შეხედეთ ამას ეხლავე. ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვახშამია ხედითაც შეიძლება გქონდეს პატარავ. გვაქვს თევზი და გვაქვს ხედი. ეხლა უბრალოდ უყურებ წვიმის კედელს, რომელიც ჩემსკენ მოდის. ეს ეხლა კარგი არ არის. შეხედე ამას. ეს ყველაფერი წვიმაა.
ეხლა კარგად დაგვასხამს. ეს ნამდვილად ასეა. ამინდი ძალიან შეიცვალა. ეს ღრუბლები მოვიდა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მალე წვიმა დაიწყება. ასე რომ კაპიტანთან ერთად წყვეთ ყველაფერს. აქ უკვე ძალიან საშიში ხდება ჩვენთვის. ეხლა მივალთა ვეიდის ბოლონივს წავიღებთ, შემდეგ კი ნაპირზე გავოთ, რომ აქ დავტოვოთ ღამით. ბიჭები მოდიან. არ ვიცი, აჯანდაბა ხდება აქ. ნამდვილად არ არის დრო, რომ ჩემი შემდეგი ნივთი დავაბრუნო. ასე რომ არ ვიცი რა ხდება. მოდი ვნახოთ რა სიტყვიან. ჰეი, რა ხდება? კაპიტანი და მე ვფიქრობთ, რომ ეხლა ჯობია ნაპირზე დავბრუნდეთ. ასე რომ მოგვიწევ შენი ბოლონივთი წაგართვათ. ო, არა. კაპიტანი და ჯოელი, რომლებიც ჩემი დამხმარე გუნდი იყვნენ, ნაპირზე ადრე ბრუნდებიან, რადგან ამინცად ხო ხედავთ. არანაირად არ წაიგებ ჰამაკს, რომ სანელებლები და სოუსები კონდეს თევზისთვის. უკან გადავცენთ ამ დაწნევლილ სანელებელს. მოეციეს. ადი აქედან ძმაო. აი ისა ბიჭებო. ერთადერთი რაც დაგვრჩა ეს ჰამაკია აქ. და კიდევ 12 საათზე მეტია დარჩენილი. ბიჭები მიდიან. კარგი, ხვალდილით გნახავთ ბიჭებო. ისინი წავიდნენ. ზუსტად მაშინ, როცა პირობები ვეღარ გაუარესდებოდა ბიჭებო. ბიჭები, ისინი მტოვებენ და შეხედეთ ამას. პირდაპირ წვიმა მოდის. თქვენ ხართ ერთადერთი რაც მაძლევს ძალას გავაგზელო. ნახეთ, როგორ ვირწევით ახლა. ხვალდილით რომ გავიღვიძებ, თავბრუსხვევა მექნება. ეს ნამდვილად ასეა ძმაო. ეს ყველაფერი გაძალებს, რომ დააფასოთ ცხოვრების თითოეული დეტალი. მაგალითად, ყავა, გემრიელი თბილი საჭმელი, ან კარგი საწოლი, სადაც სახლში დაბრუნდები. იმიტომ რომ როცა აქ ხარ და ყველაფერს არ მიბარებული, შეიძლება მართლა ძალიან ძიმე იყოს. ეს ნამდვილად ასეა. როგორც ჩანს, შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს. როგორც ჩანს, ცოტათი იწმინდება. კაცო, ეს მართლა ძალიან ლამაზია. უბრალოდ დაუჯერებელია. ღმერთმა წვიმა შეაჩერა და საოცარი მზის ჩასვლა მაჩუქა. ღმერთო ჩემო, ნახეთ რა სიგიჟეა ახლა აქ. მზის ჩასვლა იწყება. ო, ახლა ისე აღფრთოვანებული ვარ. ამაზე უკეთესი არაფერია. დიახ, ეს ჩიტი აქ ბიჭებო. შემომიერთდა. შეხედეთ მას. ის აქ ჩემთან ერთად ატარებს ღამეს. დიახ, მხოლოდ მე და ის ვართ აქ. მე და ჩიტები. პლეიდო ჩიტებთან ერთადაა ძმაო. რატო არ ესეთი უცნაური? კარგი, ეს იყო ბოლო სინათლე. ხედავთ, თითქმის აღარაფერი დარჩა. ისევ აღფრთოვანებული ვარ. არ მოგატყუებთ. უბრალოდ ის მზის ჩასვლა საოცარი იყო. თუ რამე უცნაური მოხდება ღამით, შეგატყობინებთ. სხვა შემთხვევაში ხვალდილით გნახავთ ბიჭებო. რა ხდება ბიჭებო? ფიქრობ ახლა ალბათ საღამოს 7 ან 8 საათია. უბრალოდ სეირნობ, ხედავთ როგორ ვარ, ძილით ძალიან მიჭირს, იმდენად ვირწევით. შეხედეთ უბრალოდ გვერდიდან გვერდზე ვირწევით. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ მალე ჩამეძინება. ცოტა მაინც დავიძინებ. კარგი ბიჭებო, ეხლა ალბათ ღამის 12 საათია. ხედავთ როგორ ვირწევით. ძალიან ვერ ვიძინებ, იმდენად ვირწევით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დილამდე რამდენიმე საათს მაინც დავიძინებ, სანამ ჩვენგან ბოლო ნივთებს საიჰებენ. და ეს გამოწვევა უნდა დავასრულოთ. ხვალდილით დილაუთენია გნახავთ ბიჭებო. კარგი, ახლა დაახლოებით დილის 4 საათი და 30 წუთია, ვადოს ბოლონირთისთვის მოვდივართ, შენ სამაკს გართმევთ. სატყალი ბიჭი, გონია რომ უსახკაროს პარავრამეს. მზე ამოვიდა. ხედავ ვეიდი სამაშველო ნავს პირდაპირ წინ. ჯერ ვერ ვხედავ მას, მაგრამ ალბათ ეხლა უბრალოდ გათიშულია. დილამშვიდობისა ბიჭებო. კაცო, ისე ვწევი როგორც არასდროს. ხედავთ როგორ ამოიჭრა ქარი ახლა. შეხედეთ ამას. ჰამაკი კაცო. უბრალოდ გამაგიზიანებელია. ეს ნამდვილად გრძელი ღამე იყო, ეგ ნამდვილად, მაგრამ შეხედეთ ამას. ზემ ჰორიზონტზე ამოანათა. კაცო, არასდროს ყოფილ ვარ ასე ბედნიერი მზის დანახვისას. კარგი ბიჭები, მოდიან რომ ბოლო ნივთი აიგონ, ჰამაკი. შეგიძლიათ ის შორს დაინახოთ. მაინტერესებს, ნეტავ ხომ არ ფიქრობენ რომ მკვდარი ვარ ან რამე მსგავსი. ხელს უქნევ რომ შემამჩნიონ. მოდიან. ღმერთო ჩემო, აი რამდენად ვირწევით ბიჭებო. ამ წუთას პირდაპირ 3-4 ფუტიანი ტალღები მოდის. ბიჭებო, თითქმის დავამთავრეთ ამ თევზის გასუფთავება და მინდა გითხრათ ყველაზე გიჟურ მომენტზე, რაც ჩემი აზრით 2024 წელს მოხდა. ეს ნამდვილად სიგიჟე იყო. არც კი ვიცოდი რას უნდა მოველოდი. უბრალოდ სიტყვები არ მქონდა, როცა ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა. უბრალოდ ჩავთავ ვიდეოს და თქვენ თვითონ ნახავთ. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ძმაო. როცა მზე ჰორიზონტს ჩაესვენა, წარუმატებელი ნადირობა არ გვასვენებდა, სანამ უცებ ყველაფერი არ შეიცვალა. გაჯანდაბა, მოიცა. ეი. ვიცი რომ ეს ხდება. რა ჯანდაბაა, ძმაო? რა ხდება, კაცო? რა ხდება? რა? ისინი ტყის ქვემოთ არიან, მოდი. კარგი, დაიჭირეს. მოიცადე. სად არიან ისინი? აქედან წავიდნენ? ხო, პირდაპირ იქ ქვემოთ. წყალთან. არ ვიცი, დოდის ხვირის სწრაფად. რა ჯანდაბა ხდება იქ? არ ვიცი. მგონი ბიჭო, ისინი ალბათ მდინარის მეორე მხარეს არიან, კაცო.
რა უბედურება. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს? არ ვიცით, მაო, გონი შეიძლება ვიმე დასდევენ ან რაღაც ხდება. გონია რომ უნდა ჩავიდეთ ქვემოთ. წავიდეთ ქვემოთ, ცდილობ დავიძინოთ. და უცებ უზარმაზარი ხმაური გავიგეთ. და ეხლა გაგვაღვიძეს. როგორც ჩანს, ბანაკში გარეული ჰორი შემოვიდა. ბიჭებმა მაშინვე აიღეს შუბები და დაედევნენ, ასე რომ იქ მივდივართ. ჩვენ ახლა მდინარეში მივდივართ, რადგან ბიჭები მდინარეს გადაცვიდნენ და გარეულ ჰორს მისდევენ. ეხლა ჯუნგლებში ღამის შუა საათებია. ღმერთო ჩემო, ბიჭებო. ეს რა არის? ხო, აი აქ. ეხლა ხან ბანაკში გამოიარა. შეხედე ამას. ეს ირემია ბიჭებო. ხუმრობ. დავი, დადე. ეს ესროლე. ხო. მან ეს ისრით და მშვილდით ესროლა. აქვე შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის ის, ვითაც მან მოკლა. ხო, ეს. ეს გატეხილია. კარგი? გატეხილია. ეხლა კი მუცელშია. ან ირემის მუცელში. რადგან აქამდე ეს შხამია. აჰა, კარგი, შხამი. ხო. კარგად იმუშავეთ, ბიჭებო. კარგად იმუშავეთ. როგორც ხედავთ, ის არის პირდაპირ ამ ირემის მუცელშია გაშვებული. და ხედავთ, რომ ისინი ანთებენ განათებებს. خشمون مشورة أتومون نخون بلالين خونا مشورة اسمه دالين خونا نخيا უბრალოდ მინდა გახსნილი გონებით შეხედოთ ამას. ასე გადარჩებიან ეს ადამიანები აქ. ეს მათი ყოველდღიურობაა. აქ სუპერმარკეტი არ არის, არ არის. სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ თავად დაიჭიროს საკვები. ეხლა ვაპირებ ვნახოთ, როგორ ამზადებენ და ასუფთავებენ მას. კარგი ბიჭებო, რასაც ეხლა აკეთებენ არის ის, რომ ჭრიან ამ ცხოველის მუცელს და ამოაქვთ ყველა შიგნეული. და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ შეინახონ. რადგან თუ ამას არ გააკეთებენ, ხორცი დილამდე ვერ გაძლებს. შეგიძლიათ ნახოთ, აი იქ არის მშვილდისრის წვერი, რომელიც მუცლიდან ამოვიდა. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ აქ ცუდი სუნი დგას, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არანაირი სუნი არ აქვს. იმდენად ახალია, სულ რაღაც 2 წუთის წინ მოკლეს. ასე რომ საერთოდ არანაირი სუნი არ აქვს, შეგიძლიათ ნახოთ, აი იქ არის ის არის. და შეგიძლიათ ნახოთ. ისრის წვერი, სწორედ იქა. ბიჭებო, ეს არის ის, რასაც იღებ, როცა აქ ცხოვრობ ამ ადგილობრივ ტომებთან ერთად, კაცო. დაახლოებით 20 წუთის წინ გვეძინა, გაგვაღვიძეს ამ სრული ქაოსის გამო. და ახლა მე ვადარებ ირემს ტყის შუაგულში, არსად, რომ ავანთო ცეცხლი და ეს რამე დავდო ზედ. ზგავს ვერსად სხვაგან სოფლიოში ვერ გამოცდი. ეს ნამდვილი ველურია, კაცო. აწიე. მაღლა. მე თითქმის მე მძინავს. და მე, მოდი. აი. კარგი, ხედავთ, ეხლა ამ შამპურზე ჯუნგლების ირემი გვაქვს. ისინი დიდ ცეცხლს ანთებენ და ეს ძირითადად იმისთვისაა, რომ ამ ცხოველის გარეთა კანის ან ბეწვის ფენა დაწვან, რათა ხვალისთვის მზად იყოს საჭმელად. კარგი, ხედავთ? ეხლა ვამოწმებ, რომ ეს ირემი ცეცხლზე კარგად შეიცვას. აქ ადგილობრივი ბიჭები პალმის ფოთლებს ადებენ. იცხება, ხო ასეა ძმაო, იცხება. ხო ძმაო, ეხლა უკვე იცხება. იცხება. ყველამ დაწეეთ კომენტარებში იცხება, რადგან ეს ძალიან უცნაურია. კარგი ბიჭებო, მათ ახლა აიღეს ის ცხოველი. ჩვენ მივიტანთ მას ბანაკში. არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება ეხლა, უბრალოდ ამ ადგილობრივ ბიჭებს გავყვები. წავედით. შეხედე ჩემს ფეხებს, კაცო. სულ სისხლში ვარ იმ ცხოველის ტარებისგან. აქ ბიჭებო, ისინი ხსნიდნენ, რომ ძირითადად მაშინ ჭამენ, როცა საჭმელს დაიჭერენ, რადგან არ იციან შემდეგი როდის ეკნებათ. ასე რომ აქვე შეგიძლიათ ნახოთ ადგილობრივი ბიჭები. ისინი უბრალოდ ამზადებენ თელ საჭმელს. აქ არანაირი საშუალება არ აქვთ, რომ რამე ცივად შეინახონ. ამიტომ ყველაფერს ჭრიან და ამ ქვაბში აწყობენ. ხედავთ, აქ რაღაც ტიპის სუპს ამზადებენ. მას უნდა რომ გავსინჯო. უნდა რომ ეხლავე გავსინჯო ეს ბიჭებო. ხედავთ, ეს ცხოველი ზღვიძლია. ასე რომ მინდა გავსინჯო. წავიდეთ. კარგია. აცო ეს უბრალოდ სიტყვებს მაკარგვინებს, არ ვიცი ხა რა თქვა. უბრალოდ ჭამთ ირმას, რომელიც ნახევარი საათის წინ მოვინადირეთ, მგონი, ძველი კაიდის ტომის მონადირესთან ერთად. ხო, აი ესე. ეს ნამდვილად ისეთი მოგონებაა, რომელსაც სამარაჯამოდ შევინახავ. ეს ნამდვილად ასეა. კარგი, როგორც ხედავთ, მათ უკვე აქთ ეს ირემი და ეხლა კალათაში ჩადეს.
და ეხლა გვითხრეს, რომ ხვალ ყველა ზედმეტ ბეწვს და მსგავს გაასუფთავებენ. შემდეგ კი ხორცს მოხარშავენ. მგონი ხვალ კიდევ ცოტას შევჭამთ ბიჭებო. ხო. ჰა. ეს ერთი. ეს. კარგი, ხო. კარგი. კარგი. ის უბრალოდ იქ დარჩება მთელი ღამე ბიჭებო. ის მზადაა, ყველაფერია მზად. ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ ბიჭებო არის ის ფაქტი, რომ ნადირობაზე წავედით და არაფერი დაგვიჭერია. და ბოლოს იმ წყეულ ირემზე ვინადირეთ, როცა დაგვეძინა. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი რამ მოხდა. ეს უბრალოდ თავგზას მიკარგავს. ეხლა ხან დავამთავრეთ იმ ცხოველის მთელი შიგნეულის ჭამა ბიჭებო. და დრო ისევ დავბრუნდეთ დასაძინებლად, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა დავიძინო ამის შემდეგ. მაგრამ ალბათ 2 წუთში გაგვაღვიძებენ, რომ გავეკიდოთ წელ მანგუსტ გზაზე, ან დავიჭიროთ რაღაც წყეული ციყვი ან მაიმუნი ჩვენს უკან ტყეში. განახლება. საერთოდ ვერ ვიძინებ, კაცო. როგორ უნდა დავიძინო, როცა 11 საათზე ღამით ტყეში ირემს დევნიდით მშვილდ და ისრით. არც კი ვიცი რა ჯანდაბა ხდება ახლა. და მართლა ეს ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. და ამ ყველაფრის დასასრულებლად ცოტა საშიმის ჭამაზე უკეთესი არაფერია სანაპიროზე. ხვალს ეს მშვენიერი მახი, ახლა ხან გავასუფთავეთ. როგორც ხედავთ, თითქმის საერთოდ არ დაგვიტოვებია ხორცი ამ ბიჭზე. ეს უკან ოკეანეში უნდა გადავაგდოთ, ეს ყველაფერი კიბორჩხალებს და სხვებს დარჩებათ. ნახეთ ეს. ცოტა თევზი, ცოტა სოიოს соуსი. დამატე ცოტა. ეს ზედმეტად ბევრი სოიო გამოვიდა, მაგრამ არ აუშავს. პირდაპირ ჩავძირე სოიოში. ვაუ, კარგი. ცოტა სოიოს соуსი, ანუ ნახევარი ბოთლი და მერე ცოტა კუპი. ვეცადოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. კარგი, აი ესე. შეგიძლიათ ნახოთ ცოტა კუპი, ცოტა სოიო. მოდი ეს ჩავკლაპოთ. თევზის ახალი საშიმი სანაპიროზე. უკეთესი აღარ არსებობს. ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ძალიან მიყვარხართ. Coach, თუ ეს მოგეწონათ, მხარი დამეჭირეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი და შევხვდებით 20-25-ში მეგობრებო. შეიჰუ. ორა!